ღმერთმა დაგვოცოთ. თემის მნიშვნელობიდან და მისი სამართლებრივად განხილვის სირთულიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ნაშრომი წარმოგვედგინა საკონფერენციო სახით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ელექტრონულ ბარათებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები შევისწავლეთ საქართველოს წამყვან იურისტებთან ერთად და კვლევის შედეგები იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იგი გაგვეზიარებინა საზოგადოების ფართე მასებისათვის. იმედია, რომ ამას სათანადო რეზონანსი მოჰყვება და პროფესიონალების უფრო ფართო სპექტრი ჩაერთვება ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვაში. ეხლა კი რაც შეეხება კითხვას. თავისუფლება არის ღვთის მიერ ადამიანისთვის მონიჭებული უმთავრესი და ფუნდამენტური უფლება. სახელმწიფოებრივი კუთხით რომ მივუდგეთ, მოვიყვანდი ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითს, კერძოდ კი დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომელიც სწორედ იმის ხაზგასმით იწყება, რომ შემოქმედმა ყველა ადამიანი თანასწორად შექმნა და მიანიჭა მათ ერთნაირი უფლებები, ისეთი როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერების უფლება. ადამიანის ძირითადი უფლებები მათ შორის მოიცავს რწმენის თავისუფლებას, სიცოცხლის უფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და ასე შემდეგ. მინდა ორიოდე სიტყვით განვმარტო რა იგულისხმება თავისუფლების ხელყოფასა და შეზღუდვაში. პირველ რიგში, რელიგიური გაგებით თავისუფლება ეს არის არჩევანი სიკეთისა და ბოროტებას შორის. ეს თავისუფლება მიეცა ანგელოზებსაც და ადამს და ევას, როდესაც უფალმა აუკრძალა ორი ხის ნაყოფი შეჭმა და თან აუხსნა, რომ შედეგად მათი სიკვდილი მოჰყვებოდა. თუმცა ამის მიუხედავად დაუტოვა მათ ნების თავისუფლება, თუ მოისურვებდნენ, მაინც გაესინჯათ ეს ნაყოფი. ეს იქნებოდა მათი თავისუფალი ნების გამოვლინება. სოციუმში ერთი წინადადებით თავისუფლება შეიძლება ეწოდოს მართლმადიდებლური სწავლებით ზნეობის ფარგლებში კანონმორჩილება. ანუ თუ კანონი ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას, მისი მორჩილების იძულება თავისუფლების შეზღუდვა. არსებობს უამრავი გარემოება, როდესაც ინდივიდები და ჯგუფები მწამსის გამო შეუძლებლად თვლიან ან მორალურად ეწინააღმდეგებიან კანონის ზოგადი მოთხოვნების დაცვას. ზოგიერთები ეწინააღმდეგებიან განსაზღვრული სახის საკვების მიღებას, სხვები გარკვეული ტანსაცმლის ტარებას, ზოგიერთისათვის სამხედრო სამსახური არღვევს ღრმა რელიგიურ რწმენას, კვირის ზოგიერთ ან კალენდარულ დღეებს გააჩნიათ სასიცოცხლო რელიგიური მნიშვნელობა, როდესაც ან რიტუალები უნდა შესრულდეს, ან სამუშაო შესრულებისაგან უნდა მოხდეს თავის შეკავება. ამგვარ პრაქტიკას მრავალ თანამედროვე დემოკრატიებში იყენებს უმრავლესობა. ხოლო ზოგიერთ მათგანს უმცირესობის წარმომადგენელი მორწმუნეები იცავენ. მნიშვნელოვანია, რომ კანონები, რომლებიც გავლენას ახდენენ რელიგიასა და რწმენაზე, ისე იყოს ფორმულირებული, რომ გაცნობიერებული იყოს კონსტიტუციური ნორმებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები. სპეციფიკური საკანონმდებლო გამონაკლისები კი იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული და რეალიზებული, რაც სამართლიანად ჩაითვლება კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგისათვის და იმავდროულად ზედმეტ ტვირთად არ დააწვებათ მათ, ვისაც არ აქვს ასეთი წინააღმდეგობა. ნებისმიერი ადამიანის ობიექტური ინტერესია, რომ ინფორმაცია მის შესახებ ცნობილი გახდეს სახელმწიფოსთვის თუ სხვა სუბიექტისათვის, მხოლოდ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მისთვის არის სუბიექტურად მისაღები. პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება დასავლურ იურისპრუდენციაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძირითად უფლებად განიხილება და შესაბამისად მის დასაცავად დემოკრატიულ სახელმწიფოებში ქმედითი იურიდიული ზომები მიიღება. მაგალითად, რომელიმე კერძო იურიდიული პირის მიერ ცალკეული ადამიანის შესახებ მიღებული ინფორმაციის, მაგალითად პირის ჯანმრთელობის შესახებ ცნობების, მისი საბანკო გადარიცხვების შესახებ მონაცემების და ასე შემდეგ, სახელმწიფოსთვის გადაცემა დასავლეთის სახელმწიფოებში გარდა მკაცრად განსაზღვრული გამონაკლისებისა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ამის შესახებ თავად მისცემს თანხმობას. საერთოდ, რატომ არის, რომ ზოგადი საბანკო გადარიცხვები და საერთოდ ფულადი ოპერაციები კომერციულ საიდუმლოებას მიეკუთვნება? სწორედ იმიტომ, რომ მათმა გახმაურებამ შეიძლება ზარალი მიაყენოს მეწარმეს,
იგივე შეიძლება ითქვას კერძო პირზეც. უფრო მეტიც, წარმოდგენილი ინფორმაციის სწორი ანალიზი საკმარისად ზუსტ სურათს ხატავს კონკრეტულ ადამიანზე, რაც უკვე არღვევს მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას. მაგალითად, ჩემს ნაცნობს გერმანიაში წერილობით სთხოვეს თანხმობა პასპორტის ასლის მოსახსნელად. ანუ იმისათვის, რომ ვიღაცას გადაეღო პასპორტის ასლი, მას წერილობით ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის მიცემა დასჭირდა. რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის მნიშვნელობას. რა სიტყვით კიბერტერორიზმებზე, რისი მაგალითიც გვაქვს, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მხრიდან გატყდა ქართული ოფიციალური ორგანოების საიტები და ინფორმაცია შეიძლება არაკეთილმოსურნეების ხელში აღმოჩენილიყო ან აღმოჩნდა. ამასთან არასოდეს არ არის გამორიცხული ხელისუფლების სათავეში ისეთი ძალების მოსვლა, რომლებმაც შეიძლება ეს ინფორმაცია უკვე საკუთარი ინტერესებისთვის ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენო. ყურადღება უნდა გავამახვილოთ კიდევ ერთ ძირითად უფლებაზე, რომელიც ელექტრონული პირადობის მოწმობის შემოღებით შეიძლება შეიზღუდოს. ეს არის ადამიანის ღირსების უფლება. ღირსების ძირითადი უფლება განავითარეს გერმანელმა იურისტებმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში და მისი არსი პირდაპირ დაუკავშირეს ქრისტიანულ მოძღვრებას, კერძოდ ბიბლიურ ჩანაწერს, რომლის თანახმად ადამიანი ღმერთის ხატად არის შექმნილი. სწორედ ქრისტიანულ მოძღვრებაზე დაყრდნობით ასაბუთებენ გერმანელი მეცნიერები ადამიანის ღირსების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელიც განიმარტება როგორც ადამიანისთვის ღმერთის მიერ მინიჭებული თავისთავადი ღირებულება. საქართველოში 2011 წელს დაიწყო სტანდარტული პირადობის მოწმობების ელექტრონული პირადობის მოწმობებით ეგრეთ წოდებული ID ბარათების ჩანაცვლების პროცესი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად ID ბარათები საქართველოს მოქალაქეებს სამომავლოდ მისცემს მრავალრიცხოვანი მომსახურებებით მარტივად სარგებლობის შესაძლებლობას. კერძოდ, ელექტრონული მოწმობით მოქალაქეს შეიძლება ინტერნეტის საშუალებით გახსნა საბანკო ანგარიში, ნოტარიულად დაამოწმოს დოკუმენტები, რეგისტრაციაში გაატაროს ქონება ან ორგანიზაცია და შეიცვალოს რეგისტრაციის ადგილი. გარდა ამისა, ID ბარათი მოქალაქეს გაუწევს სამგზავრო, საბანკო, დაზღვევის, სტუდენტური თუ სამსახურებრივი ბარათების მაგივრობას და 100-მდე სხვა მომსახურებას. მაგრამ ოფიციალური პირების სამწუხაროდ არაფერს ამბობენ ამ ბარათის უარყოფით მხარეებს. თანამედროვე იურისპრუდენციაში გავრცელებული მოსაზრებების თანახმად ელექტრონული პირადობის მოწმობის შემოღება ზღუდავს პიროვნების თავისუფალი განვითარების ძირითად უფლებას. ეს უფლება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით არის დაცული და იგი გარდა სხვა ასპექტებისა ადამიანის ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლებისა და მისი პერსონალური მონაცემების დაცვას ითვალისწინებს. საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების შემდეგ წარმოიშობა საფრთხე ადამიანის პერსონალური მონაცემების კერძო სექტორის გავლისა და ადამიანის თანხმობის გარეშე შეიძლება მოიყაროს თავი ერთიან საინფორმაციო ბაზაში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ID ბარათით ხელმისაწვდომი მომსახურებებით სარგებლობის საფუძველზე ბარათზე გროვდება დიდი მოცულობის ინფორმაცია ადამიანის საქმიანობის შესახებ. ისეთი, როგორიცაა ფინანსური ტრანზაქციები, ქონებრივი მდგომარეობა, გადაადგილების მარშრუტი, სამსახურებრივი ურთიერთობები და ასე შემდეგ, რომელზეც შეუზღუდავმა მწვდომამაც საჯარო დაწესებულებებს საზოგადოების მანიპულირების ძალზე ფართო შესაძლებლობა შეიძლება მისცეს. ასეთ პირობებში ელექტრონული პირადობის მოწმობები მომავალში შეიძლება იქცეს ტოტალური კონტროლის ინსტრუმენტად იმ სუბიექტისთვის, რომელიც მართავს ელექტრონულ სისტემას, ანუ სახელმწიფოსთვის. მოქალაქეები დაცულნი არ არიან მათი შეუზღუდავი კატალოგიზაციისაგან, რაც სერიოზული საფრთხის შემცვლელ მოვლენად უნდა იქნეს აღთქმული. ID ბარათების სისტემამ სახელმწიფოს შეიძლება მისცეს შესაძლებლობა შექმნას ნებისმიერი მოქალაქის სრულფასოვანი პროფილი, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება პიროვნების თავისუფალი განვითარების ძირითად უფლებას. დამატებით აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ როგორც ამბობენ და გავრცელებული არის ეს ინტერნეტ სივრცეში და სამეცნიერო წრეებში, ID ბარათის ჩიპთან კავშირი შეიძლება დამყარდეს უკაბელოდ
რადიოტალღების საშუალებითაც, რაც პრობლემას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. ელექტრონული სისტემის ინტენსიურად გამოყენებისა და რადიოტალღების ლოკალურად გაძლიერების საშუალებით შეიძლება ჩიპებთან კონტაქტი დაამყაროთ შედარებით შორ დისტანციაზეც, რაც ადამიანს მისცემს მაგალითად იმის დადგენის საშუალებას, თუ რომელი და რა კატეგორიის მოქალაქეები მონაწილეობდნენ კონკრეტულ საზოგადოებრივ შეკრებაში თუ მანიფესტაციებში. ამგვარი მოვლენა ბუნებრივია, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების უხეშ დარღვევად უნდა განიხილებოდეს. ზოგადად, იურისტების უმრავლესობა თან ხვდება, რომ ადამიანის უფლებები ერთმნიშვნელოვნად უხეშად დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული პირადობის მოწმობის საშუალებით კონტროლის ტექნიკა ზედმეტად ფართოდ და ინტენსიურად იქნება გამოყენებული. ამასთან ძირითადი უფლების დარღვევის დასადგენად საკმარისია კონტროლის ტექნიკის ზედმეტად გამოყენების თუნდაც პოტენციური რისკის არსებობა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ID ბარათებმა თანდათანობით სრულად უნდა ჩაანაცვლოს სტანდარტული პირადობის მოწმობები, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პირველად იღებს პირადობის მოწმობას, ან რომლის ჩვეულებრივ პირადობის მოწმობას გაზდის ვადა, იძულებულია აიღოს ელექტრონული ID ბარათი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ადამიანების დიდ ნაწილს საფუძვლიანი სამართლებრივი თუ რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ სურს ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება, ID ბარათების გაცემის უალტერნატივო წესი შეიძლება შეფასდეს როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის რწმენის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა. ძირითად უფლებათა დოგმატიკის თანახმად, რწმენის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და განსაკუთრებით მკაცრად დაცული ძირითადი უფლება. მისი სამართლებრივი მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ ცალკეულ შემთხვევაში მას სიცოცხლის უფლების მიმართაც კი ენიჭება უპირატესობა. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, რწმენის თავისუფლების ძირითადი უფლების გათვალისწინებით, სახელმწიფო ვერ აიძულებს ზოგიერთი რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლებს სისხლის გადასხმას მაშინაც კი, როდესაც ამგვარი სამედიცინო ჩარევა წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ უალტერნატივო საშუალებას. ბუნებრივია, თუ რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე ადამიანს სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელ მკურნალობაზე უარის თქმის საშუალებას ვაძლევთ, მას მით უმეტეს უნდა მიეცეთ საშუალება საფუძვლიანი რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე უარი თქვას ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე. უფრო მეტიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სულ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, სადაც დაადგინა რწმენის თავისუფლების დარღვევა რელიგიური ან არარელიგიური მოტივით სარეზერვო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირების მიმართ. როგორც იურისტები ამბობენ, ადამიანის წინააღმდეგობა მიიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობები შესაძლოა მივაკუთვნოთ სწორედ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის ერთ-ერთ ფორმას, როდესაც ღრმად რელიგიური მოსაზრებებით ადამიანი უარს აცხადებს ისარგებლოს ამგვარი პირადობის მოწმობით, შესაძლოა წარმოადგენდეს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლებას. როგორც ზოგიერთი იურისტი მიიჩნევს, ის ფაქტი, რომ ელექტრონულ ID ბარათში არ არის მითითებული მისამართი და ეს ინფორმაცია მოწმდება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გადამოწმების გზით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გამჭვირვალობის საკითხს. გაუგებარია რა ხდება მაშინ, როდესაც კონკრეტულ ადგილას, მაგალითად საარჩევნო უბანზე, არჩევნების დროს არ არსებობს წვდომა ინტერნეტთან და შესაბამისად სამოქალაქო რეესტრის ელექტრონულ ბაზასთან, როგორ უნდა მოხერხდეს ელექტრონული პირადობის მოწმობის საფუძველზე პირის მისამართის გადამოწმება. ამდენად ეგრეთ წოდებული კარუსელების მოწყობის ალბათობა კვლავ რჩება. როდესაც ამ საკითხის შესწავლა დავიწყეთ, დავინტერესდით უცხო ქვეყნების პრაქტიკითაც. მაგალითად, ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საბერძნეთი და დიდი ბრიტანეთი, საერთოდ უარი თქვეს ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებაზე, რასაც ID ბარათების მიმართ მოსახლეობის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და ხელისუფლების მიერ ძირითად უფლებათა შეზღუდვის გაზრდილი რისკის გაცნობიერება დაედო საფუძვლად.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა 2010 წელს გააუქმა 2006 წლის აქტი პირადობის დამადასტურებელი ბარათების შესახებ და ძალადაკარგულად გამოაცხადა ყველა ასეთი ბარათი და დავალება მისცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თვის ვადაში გაენადგურებინა ბარათების მფლობელებზე მოპოვებული და შენახული ინფორმაციები. მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმის მიუხედავად, რომ უკვე რამდენიმე მილიარდი გირვანკა სტერლინგი იყო ჩადებული და გახარჯული პირადი ბარათების სისტემის ასამუშავებლად. იტალიაში რამდენიმე წლის წინ იქნა შემოღებული ელექტრონული პირადობის მოწმობები, თუმცა ამ ქვეყანაში პირადობის მოწმობების ადგილობრივი თვითმმართველობები გასცემენ და მათი თავშეკავებული პოზიციის გამო დღემდე პრაქტიკულად მხოლოდ მუნიციპალიტეტების მცირე ნაწილში არის დაწყებული ID ბარათების გაცემის პროცესი. ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვეტილება ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების თაობაზე 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ კონტროლის მექანიზმის გასაძლიერებლად იქნა მიღებული და ამ გადაწყვეტილების ამოქმედების ვადად 2008 წელი განისაზღვრა. თუმცა შტატების წინააღმდეგობის გამო აღნიშნულმა ვადამ ჯერ 2013 წლამდე, ხოლო მოგვიანებით 2017 წლამდე გადაიწია. დღევანდელი მდგომარეობით ელექტრონული პირადობის მოწმობების ცენტრალიზებული სისტემის წინააღმდეგ 29 შტატი გამოდის. საზღვარგარეთულ პრაქტიკაზე მსჯელობისას შეგვიძლია გამოვიტანოთ საერთო დასკვნა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოების ხელისუფლებები და საზოგადოებები ავლენენ საკმაოდ ფრთხილ დამოკიდებულებას ელექტრონული პირადობის მოწმობების სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულება ID ბარათების მიმართ არ არის რაციონალურ საფუძველს მოკლებული. თავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში. აღემატება კი მოსალოდნელი უპირატესობები, რაც ბარათის მფლობელებს უჩნდება მისი გამოყენებით, მოსალოდნელ რისკებს. რისკში უპირველეს ყოვლისა მოიაზრებოდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევაც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არც ერთი თანამედროვე საინფორმაციო სისტემა არ არის დაცული მანიპულირებისგან. უფრო მეტიც, რაც უფრო მარტივდება სისტემა, გარკვეულწილად მით უფრო მარტივდება მასში შეღწევა ან მისი დაზიანება. ვერც ერთი უსაფრთხოების სისტემა ვერ უზრუნველყოფს ID ბარათების ცენტრალიზებული სისტემის აბსოლუტურ დაცვას. ამაში მთელი ცივილიზებული სამყარო დაგვეთანხმება, სადაც ერთ-ერთი განჯის საკითხი იყო სახელმწიფო მოხელეების კომპიუტერულ ტექნოლოგიებში მომზადების დონე, რათა გამორიცხული იყოს რაიმე სახის ადამიანური შეცდომები ინფორმაციის მოგროვების, შენახვისა და დაცვის ეტაპებზე. ეს კი თავის მხრივ დიდ ხარჯებთან, დროსა და კადრების არსებობასთან არის დაკავშირებული. ყოვლა დაუშვებელია ისეთი სისტემა, რომლის გამართული მუშაობა სახელმწიფოს ფუნქციონირებასთან არის პირდაპირ დაკავშირებული, მანიპულირების თუნდაც მინიმალური საფრთხის ქვეშ დადგეს. ზოგადად, ისეთი მნიშვნელოვანი და საზოგადოებისათვის აქტუალური გადაწყვეტილება, როგორიცაა ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღება, საზოგადოებასთან აქტიური კონსულტაციისა და დიალოგის საფუძველზე უნდა მიიღებოდეს. ის, რომ ელექტრონული ბარათების უკან რისკები დგას, არ უარყოფს არავინ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ეს სისტემა უკვე მოქმედებს. მთავარია ამ რისკების შეფასება და შეპირისპირება მოსალოდნელ სიკეთეებთან. უპირველეს ყოვლისა, სასურველია საქართველოში სამართლის კვალიფიციურ სპეციალისტებს შორის გაიმართოს დებატები ელექტრონული ID ბარათებთან დაკავშირებით, რათა მოცემული პრობლემების შესახებ შეჯერებული სამართლებრივი პოზიცია ჩამოყალიბდეს. გარდა ამისა, უნდა შედგეს შედარებით ფართო საზოგადოებრივი განხილვები, რაც მოსახლეობას მისცემს საშუალებას შეიქმნას სრულფასოვანი წარმოდგენა ელექტრონული პირადობის მოწმობის პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებთან დაკავშირებით. საბოლოო გადაწყვეტილება ID ბარათების დანერგვის თაობაზე სწორედ და აუცილებლად საზოგადოების პოზიციის შესაბამისად უნდა იქნეს მიღებული. ამას გარდა მიზანშეწონილია ID ბარათს ჩამოშორდეს სულ მცირე კერძო მომსახურებებზე, მაგალითად საბანკო ოპერაციების განხორციელებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ფუნქცია. გმადლობთ.